მოგესალმებით, ეს გახლავთ მე-6 გაკვეთილი ციკლიდან Java დამწყებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს კლასებზე და ობიექტებზე. დღეს განვიხილავთ ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების კიდევ ერთ კონცეფციას, რომელსაც ქვია პოლიმორფიზმი. მე მინდა შესავალი გავაკეთო და პატარა მაგალითი მოვიყვანო საილუსტრაციოდ. ჩვენ ადამიანები ვართ უნიკალური არსებები დედამიწაზე. ჩვენ ყველანი განსხვავდებით ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, ყოველთვის შესაძლოა მოინახოს რაიმე საერთო ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ჩვენ ადამიანები დავაჯგუფოთ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავაჯგუფოთ ადამიანები ჩაცმის სტილის მიხედვით. შესაძლოა ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ურჩევნია ჩაიცვას კლასიკური სტილის ტანსაცმელი, როცა მეორე ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს შედარებით თავისუფალ სტილს. ასევე ადამიანები ჩვენ შეგვიძლია დავაჯგუფოთ არა ერთი ნიშნით, არამედ ორი და შედარებით უფრო მეტი ნიშნითაც. და შეგვიძლია ისინი მოვაქციოთ სხვადასხვა ჯგუფებში. მაგალითად, ადამიანები შეგვიძლია ასევე დავაჯგუფოთ თმის ფერის მიხედვით. და ვიტყვით, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აქვს მუქი ფერის თმა, რაღაც ჯგუფს უფრო ღია ფერის თმა და ასე შემდეგ. რა საერთო აქვს ახლა ამას Java-სთან და საერთოდ ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებასთან. აღმოჩნდა, რომ Java-ს კლასებს შორისაც შეიძლება არსებობდეს მსგავსი დამოკიდებულება, ანუ ის, რომ შეგვიძლია ეს კლასები რაიმე საერთო ნიშნით გამოვყოთ და დავაჯგუფოთ. ეს თავის მხრივ შემატებს უფრო მეტ ეფექტურობას და მოქნილობას ჩვენ კოდს, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენს საბოლოო პროდუქტზე, ჩვენ პროგრამაზე. მოდი უკეთ რომ გავერკვეთ საერთოდ ამ პოლიმორფიზმში რას ნიშნავს ეს. ამისთვის მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს უკვე უფრო ახლოს ამ პროგრამასთან. დავუშვათ ჩვენ ვართ რაღაც კომპანია და ვყიდით გარკვეული სახის პროდუქციას. ჩვენ პროგრამას აქვს მონაცემთა ბაზა, რომელშიც ვინახავთ ამ პროდუქციის შესახებ ინფორმაციას და გვაქვს დაწერილი კლასები. ყველა პროდუქტს, ანუ ყველა სახის პროდუქტს შეესაბამება მისთვის განკუთვნილი კლასი. და ამ კლასების მეშვეობით ვახერხებთ აი ამ პროდუქციასთან მუშაობას. ჩვენთვის დავუშვათ სრულიად საკმარისია ეს კლასები ამ პროდუქციასთან სამუშაოდ, თუმცა გვჭირდება ჩვენ კომპანიას ჭირდება ესეთი რამ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დავუშვათ ყოველ კვირაში ან ყოველ თვეში ან თუნდაც წელიწადში ერთხელ მოვამზადოთ რაღაც დოკუმენტები ფორმალობებისთვის, რომლებიც მოითხოვენ ამ პროდუქციის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. მაგალითად, რა რაოდენობის პროდუქცია გაიყიდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ან რა რაოდენობის პროდუქცია გაიყიდა დავუშვათ კონკრეტულ რაღაც პერიოდში, ვინ იყვნენ ამ პროდუქციის მყიდველები და ასე შემდეგ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ ეს კლასები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ერთეულებს. რაღაც სახის პროდუქტი შეიძლება გააჩნდეს რაღაც თვისებები, მაგალითად სიგანე, სიმაღლე, ასეთი თვისებები შეიძლება გააჩნდეს მეორე კლასს, თუმცა მესამე კლასში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომ მას აქვს სრულიად სხვა თვისებები, ვინაიდან ის წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ პროდუქტს. ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ ახლა ეს, რომ ეს კლასები, ეს პროდუქცია რაღაც საერთო ნიშნით გამოვყოთ და გავაერთიანოთ, ვინაიდან ჩვენ ამ დოკუმენტების დასაპეჭდად გვაქვს ერთი კლასი პრინტი. მას აქვს ესეთი მეთოდი print document, რომელიც პარამეტრად გადაცემულ პროდუქციაზე დაგვიბეჭდავს მის შესაბამის ინფორმაციას. ჩვენ ახლა თუ დავიწყებთ ყოველი აი ამ კლასისთვის ცალკე ამ print კლასის წერას, დამეთანხმებით ეს ძალიან მოუხერხებელი იქნება. ამ ყველაფრის ერთად გასაერთიანებლად, ერთ ჯგუფში მოსაქცევად, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ესეთი ინტერფეისი. ეს ახალი ტერმინი გაჩნდა, თუმცა ამან არ დაგაბნიოთ. რა არის ახლა ეს ინტერფეისი? ინტერფეისი წარმოადგენს ერთგვარ კონტრაქტს, უხეშად რო ვთქვათ. ერთგვარ კონტრაქტს რაღაც კლასთან, რომელიც აიძულებს მას იქონიოს ამ ინტერფეისში არსებული ეს მეთოდები. ჩვენ თუ აი ამ კლასებს გავაერთიანებთ ერთი ინტერფეისის ქვეშ, რომელსაც დავუშვათ printable ქვია, აი ამ ინტერფეისის ქვეშ, მაშინ მივიღებთ იმას, რომ ყველა კლასს
განურჩევლად მისი სახეობისა ექნება შემდეგი მეთოდები. დავუშვათ get cell count by date, get customer list. ეს რაოდენობა ამ მეთოდები შეგვიძლია არ ვარ შეზღუდული ამ რაოდენობაში და შეგვიძლია იმდენი მეთოდი შევქმნათ, რამდენიც გვჭირდება. ამ გაერთიანების საფუძველზე ჩვენ უკვე იმ პრობლემას, რომ ყველა კლასისთვის დავწეროთ დავუშვათ ცალკე print კლასი, მავირიდებს თავიდან, გავაერთიანებთ ერთი ნიშნით, აი ამ printable interfaces ქვეშ და უკვე ჩვენ გვესოდინება რომ print კლასში, რომელსაც გააჩნია მეთოდი print document, მოვა აუცილებლად printable interfaces რეალიზაცია, printable interfaces ქვეშ არსებული რომელიმე კლასი, რომელსაც აუცილებლად ექნება ეს მეთოდი get cell count by date და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩვენ აგვარიდებს როგორც გითხარით უკვე იმ პრობლემას, რომ ყველა კლასისთვის დავწეროთ ცალკე აი ესეთი print კლასი. ჩვენ ასევე შეგვიძლია კლასები გავაერთიანოთ არა ერთ, არამედ 2 და 3 ჯგუფში. და ჩვენ ამაზე ამ შემთხვევაშიც არა ვარ შეზღუდულები. როგორც ადამიანების შემთხვევაში შეგვეძლო დავუშვათ ერთი ადამიანის 2 ან 3 ჯგუფში გაერთიანება, ისე შეგვიძლია ჩვენ გავაერთიანოთ დავუშვათ ერთი კლასი 2 ჯგუფში. მაგალითად შესაძლოა ზოგიერთ ჩვენ პროდუქტს გააჩნდეს სურათები და გავაერთიანოთ ისინი ინტერფეისის ქვეშ, რომელსაც ქვია დავუშვათ paint და მას აქვს ესეთი მეთოდი get image. ანუ რა არის ახლა ეს პოლიმორფიზმი? ეს პოლიმორფიზმი არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ვახერხებთ კლასების გაერთიანებას რაიმე საერთო ნიშნით და შემდეგ მათ გამოყენებას უკვე ჩვენს პროგრამაში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა მაგალითად მოყვანილი აი ეს print კლასი. ჩვენ ახლა ამ print კლასში გადავცემთ დავუშვათ ამ print კლასის print document მეთოდს, აი ამ printable interfaces იმპლემენტაციას, რეალიზაციას, აი რომელსაც წარმოადგენენ ეს კლასები. და ჩვენ თუ დავუშვათ რაიმე პროდუქტს დავამატებთ, ჩვენ ვიტყვით რომ ეს უნდა წარმოადგენდეს ამ printable interfaces რეალიზაციას. ასე რომ ამ ჩვენ print class აღარ ექნება პრობლემა და მისთვის სულ ერთია ჩვენ რა პროდუქციას გადავცემთ მას პარამეტრად, რა ტიპის პროდუქტს გადავცემთ მას. ვინაიდან მან იცის უკვე რომ ისინი წარმოადგენენ printable interfaces რეალიზებას და მათ აუცილებლად ექნებათ აი ეს სამი მეთოდი, რომელიც ჭირდება აი ამ print document-ს. ეს პოლიმორფიზმი არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რთულად აღსაქმელი დამწყებებისთვის და მე გეტყვით ჩემი მაგალითიდან რომ უამრავ წიგნში მინახავს და არა მარტო წიგნში, ასევე ვიდეო გაკვეთილში რომ ეს პოლიმორფიზმი არის კარგი, უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ამ ძირითად იდეებზე, ამ საფუძვლებზე რატო შეიქმნა ეს, რატო მოვიდა, რატომ არის საჭირო, არავინ არ საუბრობდა. ნუ რა თქმა უნდა, ყველა წიგნი ამ კატეგორიაში არ გადის, თუმცა უმეტესობაში ესეა. ანუ ის იდეები და ის საფუძველი არ არის ახსნილი, არ არის უკეთ გამოჩენილი, რის გამოც საერთოდ ჩამოყალიბდა ამ ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების კონცეფციები. ჩვენ ამიტომ შევალიეთ დავუშვათ, ასე ვთქვათ, ეს სამი გაკვეთილი აი ამ კონცეფციების სწავლას და გააზრებას, ვინაიდან თუ იდეურად გვესმის ყველაფერი და გასაგებია, მაშინ ამ ყველაფრის რეალიზება უკვე არის ტექნიკის საკითხი და ის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მე ამით დღეს დავასრულებ, ვთვლი რომ სრულიად საკმარისია, შემდეგ გაკვეთილებში უკვე ჩვენ დავწერთ ჩვენ კლასებს, შევქმნით ობიექტებს და ცოტა წავიექსპერიმენტებთ ამ კლასებთან და ობიექტებთან. გზადაგზა რა თქმა უნდა ვნახავთ აი ამ კონცეფციებს, გამოვიყენებთ თუნდაც იმ ინკაფსულაციას, თუნდაც შთამომავლობას, პოლიმორფიზმს და ვნახავთ უკვე პრაქტიკულ მაგალითებზე, ჩვენი ხელით გაკეთებულ მაგალითებზე რა უპირატესობას მოგცევს ეს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.